და 15 ოქტომბერს რუსთაველის თეატრში თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი გაიხსნება. ღონისძიებას ფორუმის ინიციატორი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახსნის, ხოლო მოდერაციას გაუწევს მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტი, თავისუფლებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის პრეზიდენტი ჰერნანდო დე სოტო. დე სოტო ფორუმის ერთადერთი ცნობილი სტუმარი არ გახლავთ და ოქტომბრის შუა რიცხვებში თბილისში არაერთ აღიარებულ პირს, მსხვილ ბიზნეს თუ მთავრობის წევრს ელიანი. ანა ცხოვრებამ გაარკვია, როგორია მოლოდინები თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმამდე ერთი კვირით ადრე. სხვა შორის ამ ბლოგს სხვა თემებსაც ერთად ანასთან ერთად გავშლი, რომელიც უკვე ბიზნეს კონტაქტის სტუდიაშია და სიუჟეტის დასრულებისთანავე შემოგვიერთდება ეთერში არანაკლებ საინტერესო თემით. აბრეშუმის ტრანსკონტინენტურმა სავაჭრო საქარავნო გზამ, რომელიც ძველი წელთაღრიცხვით მეორე საუკუნიდან ჩინეთს ხმელთაშუა და შავი ზღვების სანაპიროებთან აკავშირებდა, მნიშვნელობა მე-17 საუკუნის მიწურულს დაკარგა. ისტორიული აბრეშუმის გზის ქვეყნების და არა მარტო მათი მთავრობების, საერთაშორისო ფინანსური და დონორი ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები პირველად თბილისში 2 დღის განმავლობაში იმსჯელებენ აბრეშუმის გზის ახალ შესაძლებლობებზე, სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. აბრეშუმის გზის ახალი სიცოცხლე, ვაჭრობის ხელშეწყობა აბრეშუმის გზის გასწვრივ, ენერგეტიკის აბრეშუმის გზა, საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების ათვისება, ტრანსპორტი და ინფრასტრუქტურა. თითოეულ ამ თემას თბილისში ჩამოსული 30-ზე მეტი ქვეყნის მთავრობის, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ეკონომისტები ქართველ მასპინძლებთან ერთად პანელურ დისკუსიებზე განიხილავენ. ფორუმზე მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება აბრეშუმის გზის ქვეყნებს შორის ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის ჰარმონიზაციაზე. იქიდან გამომდინარე, რომ ვაჭრობის მოცულობა მნიშვნელოვნად იზრდება ჩინეთსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის, ეს ბუნებრივია აყენებს ამოცანას, რომ მოხდეს სამსავაჭრო არხების და ლოგისტიკის არხების დივერსიფიკაცია. აქ კი ბუნებრივია ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი უპირატესობები გვაქვს. ჩვენ ვფიქრობთ და არა მხოლოდ ჩვენი პარტნიორები, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ინფრასტრუქტურის შესაბამის განვითარების შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი მოცულობები მოვიზიდოთ და გავხდეთ უმნიშვნელოვანესი რგოლი ჩინეთსა და ევროკავშირის ქვეყნების ვაჭრობის დინამიკაში. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა აბრეშუმის გზის ფორუმის თანაორგანიზატორია საქართველოს მთავრობასთან ერთად. როგორც ქართულ, ისე ჩინურ მხარეს ღონისძიებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი მოლოდინები აქვს. აბრეშუმის გზის ფორუმზე ჩინეთიდან 500 დელეგატი ჩამოვა და მათგან 300 კერძო კომპანიის წარმომადგენელი იქნება. ჩამოვლენ ჩინეთის მთავრობის და უმსხვილესი პროვინციების მმართველობის წარმომადგენლებიც. ვინაიდან უამრავი ჩინური კომპანია დაინტერესებული საქართველოში ინვესტირებით, ჩინეთის მთავრობა ვარაუდობს, რომ ისინი არაერთ წარმატებულ შეთანხმებას მიაღწევენ ქართულ ოფიციოსთან და კერძო სექტორთან. ჩვენი ამოცანა არის, რომ ის შესაძლებლობა, რაც ჩვენს და მეზობელ ქვეყნებს გააჩნია, მაქსიმალური განვითარება პოვოს და გამოყენებადი და რეალიზირებული იყოს. და იმედს ვიტოვებ, რომ სწორედ ეს კონფერენცია შექმნის იმ პლატფორმას, სადაც მოხდება შემდგომი ახალი პროექტების დაბადება და განვითარება. აბრეშუმის გზის ფორუმის შედეგად ახალი საინვესტიციო პროექტების დაფინანსების მოლოდინი აქვს ეკონომიკის მინისტრს, რომლისთვისაც ასეთი მასშტაბური ღონისძიების მასპინძლობა ეკონომიკის მინისტრის რანგში პირველი გამოცდილება იქნება. თავისი მნიშვნელობით ეს ფორუმი იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფორუმი, რომელიც ამ პერიოდში ტარდება. აღნიშნულ ფორუმზე ჩამოვლენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, რომელთა მანდატს შეადგენს აბრეშუმის გზაზე არსებული საინვესტიციო პროექტების დაფინანსება და შესაბამისად ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იქნება განხილული. აბრეშუმის გზის მარშრუტმა მნიშვნელობა მაშინ დაკარგა, როცა მის გასწვრივ სავაჭრო აქტივობა შემცირდა, რადგან ევროპელებმა ჩინეთთან და ინდოეთთან ვაჭრობა საოკეანო გზით არჩიეს. აბრეშუმის გზისათვის პირვანდელი მნიშვნელობის დაბრუნების პერსპექტივას არაერთი სკეპტიკოსი ჰყავს. არსებობს თუ არა რეალური შანსი ისტორიული მარშრუტი საქართველოსთვის კვლავ მომგებიანი გახდეს? ამ კითხვას პასუხი შესაძლოა გასცეს აბრეშუმის გზის ფორუმმა. მანამდე კი სტუმართმოყვარე თბილისი 7-მდე სტუმრის მისაღებად ემზადება.